წავედით ანალიზებზე. ექიმთან. მოხაცნობაც რო გვინდა. აი როგორ წვენს. ცუდი ამინდია ძალიან. არ წავსულვართ ჯერას. აგერ ნახე ხიდთან გამოვედით პირდაპირ. აქ ფეხითაც ძალიან ადვილად პირდაპირ მოდიხარ და გამოხვა. აი ეს გზა არ მირჩევნია, ბიჭო, სადღაც მოხვეულიდან რომ ასწავლიდი ვითომ. გოგო, ლიანდაგს გამოყევი პირდაპირ და ეგ კრისტალიზებული და მოხვა. და როგორ წვენს. ეს ნამოხდა. აი გოც. რომ მეთავზე არ დამესხებ. ვაი, ერთი წვეთი. ნუ ჩხუბობთ. გოდე ჩაუწია დედას გული ცოტა. მოგესალმებით. ციფასება როგორ ხართ, მე თუ ძალიან მეძინება. ვიყავით დღეს ბავშვები მყავდა ექიმთან. ეს იქ დაუარდა გოდეს და გატყდა. მაგრამ უხამლა ვიცი ვეცდები რომ გავაკეთო ვაჭამე ამათ. იმის მერე გავავის საუბარი მშობელმა და მირეკა გოდეს ამბები აინტერესებდა და მოკლედ ეხლა გამოვჩი, ეხლა უცებ ვერ მეტყვი რომ არ იქა და ანცალია და ასე ისე მეთქი. საშინლად ვეძინება, მაგრამ საშინლად ცუდ ხასიათზე ვარ. ამ გოდეციდან მოვიდინარე. სიტყვების ანთება უთხრეს. და მე ვფიქრობ, ჩემი ფეხსაცმელები გაჩვია, დედო. კარგად კითხდა დიხარ, დედო. აჰა. რა დედა? შეჭამე დედიკო. ეს დატოვე? აი, ის მიანი, იმას ეს კამიც მივუხდი თავის. ფეხსაცმელები წამომიღე აქეთ დეკ, ხო? დაუტოვებია ვითომ შეჭამე. მოკლედ ფილტვების ანთება მიხეს გოდეზე. სულზიანი ქვაბი იყო ცარიელი, იმაში ჩავასხი, იმიტომ რომ ისე მოითხოვს და ისე მომიწევს რომ გავაცხელო. ანალიზები გავუკეთეთ, რაც ჯერ პასუხები არ ვიცი, ზოგი სამშაბათს იქნება, რენტგენი გადაუღეთ ისევ. ბევრი რაღაცის ანალიზი გავუკეთეთ ხალხმა. აი როგორ გითხრათ, ვერც კი დავიმახსოვრე, მე აი არ ვიცი თუ ვინმე ყვევით და ეს რა არის ამ შემოხაზულზე თანხა გადავიხადეთ, გადაგვახდევინეს, იმიტომ რომ ეგ არის ღურებაო და ცერე აქტიული, ეს რენტგენი, ეს რაც მე ექიმმა მერე დამიმატა, ეგ არის. მანამდე სისხლის საერთო, რკინა, კალიუმი,
გემოგლობინი, მოკლედ კიდე სამი რაღაც არის, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. ხო და ის ყველაფერი 5 გრამი აუღეს გოდეს სისხლი, ადას ავიღეთ 1 გრამი. არა მე აგვიგვა. ფენადან მე დავიკავე და ისე მე დავამაგრე. მუხლანი არ გააკეთა არაფრის დიდებით. მიტუ ხო და მოკლედ თანხამრობა ჩუქა გეგას ფული ის მქონდა. ლიკამაც რო ჩაურიცხა 40 საათი ლარი გოდეს უფრო სწორედ მუხანის გეგასთვის ისიც მქონდა და ეხა რაც რაღაც სწავლები რაც გამოუწერა ამ ანთებიდან გამომდინარე მე კითხარით ანტიბიოტიკს ვახსენებდი. კიდე დაუმატა ის არ კამარაო, ამიტომ ისეთ მდგომარეობაში აქვსო. თვითებიო ისეთ მდგომარეობა აქვსო რა მოკლედ დაუმატა ბიმაქსი რაღაცები მოკლედ მუხა წავიდა ის სწავლები რომ დააზღიოს და იმედია გაწუდება. მოკლედ ესეთი ამბები ხდება ჩვენთან ხალხი. თავი ანალიზები იყოს ეხა კარგი და მის მეტი არაფერი არ იყოს, არ მინდა სხვა არაფერი. ხილად ეხა მანდედან რო ჩამოვარდე დედიკო. მერე სად მიხვალ? ჰა? რო ჩამოვარდე მანდედან სად მიხვალ? ჩავიდე იქ ცხირი მოწმინდე ამათ ესენის გასარეთ ხიმა მედია ანალიზები იქნება კარგი. მედია ცუდი იქნება ანალიზები. ანალიზები თუ კარგი იქნება, ამის იმედი მაქვს. ანთეკას უშველის ადამიანი და ის უნდა დაუწყო ის ვიღაცამ რომ დავიწერეთ გახსოვთ რომ ვაძლევდი კვერცხი, კარაქი თაფლიც ქონდა მაგას არ მახსოვს ხალხო რაღაცას რო აკეთებდი ვიდეო უნდა მოვწერდო ჩემ ძველ ვიდეოებში ხო არის ხო აჩვენებდი რომ აკეთებდი მაგ რაღაცას მაგრამ ძერძეს ანიკოდეიდას მოველაპარაკები და იმის მიხედვით გავაკეთებ ცოტა თბილიას ცოტას გავაცხელებ ყავას დავლებ თორე მეძინება გამოფიტული ვარ ხალხო მეც ხო კიდე რა მითხრა ეხა უნდა გითხრათ მეუბნება რომ ბავშვი იფიტება განცაიქირი ანუ ესეთი გადატვირთვა 8 წლის ასაკში ყველა ბავშვის ორგანიზმი არ არის ერთნაირი და ამიტომ არ გირჩევნე შენ ამასო იმიტომ რომ 10 წლის მერე ანუ 10 წელი რო შეუსრულდება მერე შეიძლება შეიყვანო მერეც შეულებრივად ძალიან ადვილად აითვისებსო ეგ ანუ ბავშვობაში რო უფრო ადვილად ისწავლება რაღაცა ამის მარტო ნუ გჯერაო მითხრა რომ ისედაც შეძლებსო ბავშვი 10 წლის მერეც, ანუ 10 წელი რო შეუსრულდება, მე შეულებრივად მაშინაც აითვისებსო ძალიან კარგად. თუ მაგის ნიჭი აქვს. ანუ კარატეზე და იმაზე რომ დამყავს უთხარი და ორგანიზმი ეფიტებაო ამით ბავშვს, ანუ ყოველ დღე კარატეზე სიარული არ გინდაო მითხრა 3 დღე მაინც, კვირაში 3 დღე მაინც იაროს. ყველაზე ნაკლები მითქვა 3 დღე. ესეც შეანაცვლე, ანუ არ დაუმთვიო ერთმანეთს კარატე და ცეკვა. თუ მაინც და მაინც სხვა გზა არ არის, მაგ შემთხვევაში საათების შუალედი გამოუყავიო და რა თქმა უნდა ყოველთვის ნაჭამზე წავიდეს. ისე არა.
იმიტომ რომ ერთი ხო გითხარი, თუ ჩემი ხელიდან არ ჭამა ამან გოდერძი არ მიდის ისე მოფიწია ორჯერ სუსტად რომ საჭმელი დაულაგე მეგონა რომ მიიწვევდა და მე უცებ მოვიცვევ ჩავისვევ განსაცმელს მეთქი და არ ქონდა არაფერი დაჭამე ეგრე წავედით და ხო იმიტომ არის ამდენია ანალიზები რომ გული აუჩქარდა ცემილება ქონდა საშნელი ანუ კინაღამ გონება წაუვიდა და შეიძლებაო ესეც მოხდეს თუ ესე გადატვირთავდა ცოდვა ხართო მითხრა ჯერ მასწავლებლისთვისაც როგორი სტრესი იქნებაო და თქვენზე ხო საერთოდ არც მინდაო საუბარიო თქვა ამიტომ გიქჩევო რომ არ გააკეთო და ბავშვი ესე ძალიან არ დატვირთო თორა მოკლედ ეს დღეს ცნობა მივიტანე სკოლაში დირექტორს ველაპარაკე და მითხრეს რომ ცნობა მოიტანეო ხო და მივიტანე პირველ კლასშიც 2 კვირა არ მოყოლია მაგრამ არ მოუთხოვია ცნობა და ეხა მომთხოვეს ცნობა და კარგი მივიტანე ცნობა დღეს დამიწერა გვანცა ექიმმა ხო და მოკლედ როგორ იქნება იმის მიხედვით შეხედეო როგორ იქნება იმის მიხედვით სჯობიაო რომ ბოლომდე განკურნო და მერე გავუშვა იმიტომ რომ ცოტა რაღაცაზე მერე რომ დაემატოს ისევ იგივენაირად ისევ ანტიბიოტიკები და ცოდვა არისო ბავშვი ამდენი ანტიბიოტიკების გამით უმეტეს შენც მითხარიო რომ აზი მაქვს ვასწრებიო 3 დღე დავალევინე დღეს არ მქონდა მართლა ეხა ისევ ანტიბიოტიკი რო არ დაენიშნა 2 აზი მაქვს როგორღაც უყიდილი მაგრამ ისევ დაუნიშნა ასე რომ აზრი არა აქვს რომ აზიმაკი უყიდო ისიც მითხრა რომ ეხლა რახან ამას დაუწყებ იყოს მაგაზე უთხარი რომ ზუსტად 3 დღე მივეცი არ ეყოფოდაო მაგრამ დღეს იყო მეთქი მეოთხე და თუ არ დაუნიშნავდით ვაპირებდი მეთქი ჩავამთავრებინებდი თქო და დაუნიშნა და ასე რომ ჰუი ყველაზე გამოფიტული მეც ვარ ხალხო მაგრამ არ ვიცი საძაიღო სამივეს კამიცა დედიკო ჯარი ეხა დედიკო ყველაფერი აქ შემოგიტანია და არ გწხვენიათ კაცო დილით გიჟიმით დავქროდი ისე ხამე საერთოდ ტოვებ დალაგებულს წუხელაც არ წმენდავდი მაგრამ წუხელ გავწმინდი იმიტომ რომ დღეს მომიწევდა წასვლა და მინდოდა რომ სულთად დამეტოვებინა და ეხლა გაჩვენებთ დალაგებული დავტოვე 3-ვე ბავშვების სიცოცხლის ფიცა ვარ და აი ეხლა უყურეთ ადარებს მიშვება მე უნდა გაჩვენოთ აი ჩვეულებრივად წდება აქ მიდევს ყურის ჭხირი წამლები ყელის სპრეიც წუხელ 29 ლარი მისცა მე მგონი სუსტად არ მახსოვს რენოქსი ესე აწერია რინოქსი არა რენოქსი გითხარი ძვირიანი ყოფილა მეთქი და პირდაპირ თქვენ წარმოიდგინეთ წამლების იმაში მე და ამოუღია იქიდან აქ სკამს ადგამს ზემოთ მიწრება ზემოთ დებრო არ მიწდეს მეთქი და იქიდან ამოუღია და დამისხა ცხვირის სპრეი მთლიანად როცა უჭით ბავშვებს იმას ვახმარდი აი ფეხსაცმელები შემოაქაკ და ალაგებს ეგერ პურით დევს მოკლედ აი იქაც ხედავთ დალაგებული არ არის აქ მოდაში ჩვენთან არ მოსწონთ ნერვები აღარ მივარგა მე დავიღალე ნერვები მაქვს გადაღლილი მე მიყვარს რომ დავალაგებ ისე არის როგორც დავალაგებ და ისე მორჩება სახამონდემაე ჭხილი გადამტყდა საცოდაობა ძლივს გამეზარდა ჭხილი მეთქი და ლადო გადამტყდა შენ რო გაცმევდი თუ რომელს ვაცმევდი ვინ ჩავიყვანე იქ საფეთქარეში ხო თავზეც კი პური აქ ხალხ ცოტა თორე კინაღამ დამეწინა
ვერ დავიძინე ვერაფრით, ის უნდა დავალაგო. სამეძინე გავითიშები. ერთი დღე ისე გავითიშები, რომ დავეგდები ვინ იყო, სადღაც მოვისმინე ვიდეო Facebook-ზე იყო ვიღაცას რამოდენიმე წელი რომ ეძინაო და არც ვერდებოდა, არც არაფერი ეგრე დამარდება მეც. მართლა რამოდენიმე წელი ეძინა თურმე. მითი არ არის რაღაც ვიდეო ვიღაცასთან დაკავშირებით და სიმართლე არისო ამბობდნენ სანამ დაიწყებოდა ეგ ვიდეო. ქარია საშინელი ანგრევს ყველაფერს. მე თუ როგორ თავარი ანალიზები მოვიდოდეს, კარგი არ მინდა არაფერი, საერთოდ არაფერი არ მინდა. ანალიზები ყველასი. გეგამ არა იყო იმიდან, ხვენიდან და ძალიან უჭირთ აქ ვუთხარი, ახლა გოდეზეც მითხრეს, რომ ხვალ ზეგ მერე მოიყვანეო და მე ვუთხარი, ბავშვი ცუდად არის. აი მაგიტომ მოვიყვანე და რას ქვია ახლა, როგორია იმიტომ რომ აი ბავშვია და ეცოდებათ კი, მესმის, მე რამე არ მეცოდებათ ჩემი შვილი, მაგრამ ცუდად არის, აი რამდენი ხანი ძლივს რომ მივიყვანე და მე თვითონაც ვერ მივიყვანდი. მუხამაც ეს დღე ითხოვა. ეგრე არ არის, რომ აი როცა ეტყვი რომ გამოგიშვან, არ არის. უკიდურესი და აი მე მაგალითად ცუდად რო გავხდი სასწრაფო რომ მომიყვანეს იქეთ რომ ვიყავით დაურეკა გერთამთან და იმათმა დაურეკეს მეზობლები იყვნენ ჩემთან ფეხზე მე ვიყავი ადაზე ბოლო თვეში სასწრაფო რომ მომიყვანეს მაშინ კი ესეთ უკიდურეს შემთხვევაში გაუშვებენ მაგრამ როცა მართლა არავინ არ მყავს ქნის მეტი პატრონი მაგრამ ესეც რაღაცაზე რომ ექიმთან არის ბავშვები მისაყვანი და სამი მარტო რომ ვერ მიმყავს მაგიტომ ასე არა Tita, semi bombolade. Kawakagia. Alali kaki. Kasinja. Ki. Tskaya. Ცხელის მეტი? უშაქრო აყავ, განავხუმრო. უშაქრო. კბილი ალალი. დღეს წამწამები გამიკეთეო, ცოტა ლურჯი მაგიტომაც ჩანს. პომადა, მე არ გამიკეთები, აი როგორც აგერ მხედავთ ეგრე წავედი. და ამას გავუკეთე. რა დაჭდა ბიჭო, ხო გითხარი შეაერთე მეთქი. გამორთე საერთოდ შეაერთე და დატოვე. მეც მინდოდა ანალიზები. გოდე ჩაუწიედე გთხოვ. შენ ხო გაჭამე მესაჭმელი? კი. ამას ყველაფრის ეშინია. ყველა ამბობს გეგაზე რომ თქვენც კი ძირფასებო. შენ გავსო და ემექიმა დაინახა თუ არა ანალიზებს ვინც იღებდა. ეს არისო მამამისი სუფთა. მე ვიხარი მეც მაგას ვამბობ მეთქი ოღონდ ყველა პირიქით. დედას გავს გაიძახიან მეთქი. ეს არის მამამისი. ვაიმე. გეგა. მომხედე? თითია ჩვენი კიდე დაიცინი. ბაჩენო. Kilad. Kalmodzro. ეს ხა როგორ გაიხარე თორე ისე როგორ. გაიკეთა, მაგრამ იმდენივე ხვეწე მერე მანქანას შევკიდდი და უნდა ვიყიდო მერე. ხო დედა. სადამდე მაგ დრო? ნაძვის ხესთან დაგხვდეს?
მანამდე ხელფასი დამერიცხებადე, მანამდე არ მოითმე? აბა ეხა არავინ არ მოგცემსდე. აქანიკო ბებიას ვერ, იმიტომ რომ მამას მანქანა რო გაუფუჭდა, ანიკო ბებიას უნდა გამოართვას ფული. პულტიაში. ეს ყაჩაღი ბიჭია. არა! აწრეთე არ უნდა აწი. კი მინდა. კაიქო. დედას შენს გაკ, მოდი შენი ჩაჩვენოთ. მოდი შენი. საგერ ვაჩვენოთ, აქ რაჩვენე, კარგი? მე. მოდი აბა. დედასი, როგორ ტიროდა, როგორ ჩხაოდა. არაფრით არ ჩამოყვა ხალხო მუხრანი. მადლობა. მამას არა მადლობა, დედას ხო? დედამ წაგიყვანა. დედას გული გოგოა ეს. ნახეთ, გაჩვენებთ ეხა. აი, გასაცმელები. და შიგრეები დევს. ყველაში დევს, ყველაში ხალხნო. 4-ვეში და აბა საიდან იმედი არ მოგიხსნია. იმედია ნაძვის ხესთან არ მისულხარ და არ მოგიხსნია. დალაგი იქეთ ფეხსაცმელები დე. მიდი დედიკო, შენ მაინც მომეხმარე, ჩემი ის არავინ რო არ არის დე. მიდი, წაიხე ფეხსაცმელი იქეთ დადე, დე ფეხსაცმელები. ხერხემალზეც მინდა მერე გადავუყო. ამათ. ეხა კარატეს მასწავლებელს მივწერე და ავუხსენი რა სიტუაცია მაქვს, იმას არა აქვს პრობლემა. პირიქით მე აქეთ მითხრა რომ ვასვენებო მეწოდებაო, ქოშინებსო ბავშვიო და მე უთხარი ვითომ თქვენთან ხო არ იმაშვება თქვა ისე რომ აი უნდა რომ შეისვენოს და რაღაცა არა ისე ქოშინებსო რომ მეც იმაშვებიო რა და ვასვენებო მაგიტომ რომ თავი მეც ცოტა მშვიდად ვიგრძნო, იმიტომ რომ როგორია ეხა რამე რომ მოვიდეს ბავშვს და რაღაცა და ეხა ცეკვის მასწავლებელს უნდა დაველაპარაკო. რომ შიკა და შიგ შესვენებები გქონდეს. არ მინდა რომ ცეკვადან გამოვრიცხო ეხა ეს ბავშვი. ბევრჯერ არა აქვს თან ცეკვა იცით, 2ჯერ დააქვთ, 2 დღე აქვთ მხოლოდ და ვერ ვახერხებ ხალხო რომ მე გავყვე. ამ კარატეზეც ეხა ისე უნდა მოვახერხო, ეს ეგ იოფლება და მე ოფლიანი კი კურტკას იცნობს და მოდის, მაგრამ აქ ისეთი ქარი არის ხალხნო, რომ ალბათ მაგიტომაც არის, რომ ეს ანთება აქვს, აბა საიდან მოიტანა. არ ქონდა საერთოდ არაფერი, ეხა მარტო გითხარით 41-მდე ქონდა სიცხე, თქვენ წარმოიდგინეთ და ეს უთხარი მას ექიმს, მაგრამ ყელიც ქონდა მაშინ ის მოუხდა ხალხო ლივანგინი არ ვიცი 17 ლარამდე ღირდა მე მგონი, მაგრამ მოუხდა. ძალიან კაი იყო. ყელი ახლა კარგადაა. ეს ანთება საიდან წამოვიდა, აი იმას ვფიქრობ ხოლოდ რომ აი ბავშვი ოფლიანობს და მე გაოფლილი ბავშვი რომ მოდის. ცეკვაზე როცა ვახერხებ მივდივარ მე და ვაცმევ და ისე მომყავს უცვლი, ხან 2 მაიკა მიდევს ჩანთაში, ხან 3 ეგრე დავდივართ. მაგრამ როცა მე არ ვარ ლიკაც უცვლის ხოლმე, მაგრამ რო ვეუბნები. ზოგჯერ იმასაც ავიწყდება, ეხლა როგორია ყოველთვის სხვას ვერაფერს ვერ დავავალდებოდი. ჯანმრთელობა დე. გაიზარდე დიდი გოგოდე, კარგი გოგოდე დას. მოდი დოდენკიდა. მოდი დოდენკიდა. არაფერი არ მინდა. დავიძინოთ მედაში. გინდა დავიძინოთ. მასე დედიკო მოგიკვდებათ ადრე, განიცდის მერე და ნერვიულობს. მიყვარხარ დედ. დიდას გოგო.
ჩემი ბეკეკო. ამ კიკინების ვიდი არაფერი რო არის. Sidari. არ ვიცი. რა გავუკეთო, არ ვიცი. წავედი ძვირფასი. დავალაგებ. ეს მე მიოდეთ. ქავლობასაც მე დავალაგებ. მიოდეთ. დაიცანამე კომენტარი ხო არის. თუ შევწელი გვიან, ცოტა გვიან ლაივის ჩართვა ჩავთავ, მაგრამ რაზე ჩავთვა არ ვიცი. ბოლომდე დაუჯენია, არც კი ირთვებ. გოდე! გოდე! დედიკო, მოდი რა შეაერთე ეს წაიხ. ხო, გოდე. წავით ძვირფასი. მშვიდობიან დღეს, პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად არის საჭირო. დედიკო გამორთულია, დავტენი. აბა დროებით.